მოგესალმებით ყველას, დღეს გიზიარებთ ჩემი ვარიაციით მომზადებულ საზაფხულო ტოლმას. Შეუდგეთ საქმეს ძალიან გემრიელი რეცეპტი გავუდება წინ. კარგად გაცხელებულ ქვაბში მოვათესოთ სლობოდა ზესუმზერი ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ასევე წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ასევე მწარე წიწაკაც. ყველაფერი კარგად გადავურევთ და მოვთუშოთ დაბალ ტემპერატურაზე. შემდგომში დავუმატოთ სტაფილო და კვლავაც მოვთუშოთ დაბალ ტემპერატურაზე. დავუმატოთ ნიორი, ასევე დავუმატოთ მოხარშული ბრინჯი ბასმათი, გადავურევთ ყველაფერი კარგად, დავუმატოთ პომიდორი, მოვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდგომში დავუმატოთ გემოვნებით მარილი და პილპილი. ასევე დავუმატოთ მწვანელები, ოხრახუში, კინძი და რეჰანი. ასევე პიკანტური გემოსთვის ვამატებ სლობოდას კეჩუპს, რომელიც ნამდვილად მოუხდება. კეჩუპს ვაზავებ ცოტავდნენ წყალში. შემდგომში ყველაფერი კარგად უნდა გადავურევთ და გავაგრელოთ მიღებული გულსარდი. ეხლა კი დაგვჭირდება ამოშიგნული ბულგარული წიწაკა. ბულგარულ წიწაკაში მოვათესოთ გულსარდი და კარგად დავპრესოთ. გულსარდის ზედაპირზე მოვათესოთ პომიდორის ქერქი. ასეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი ტოლმა გამოგვივიდა. ეხლა კი ტოლმა მოვათესოთ ქვაბში. ქვაბის ზედაპირზე მოვათესოთ თეფში და მოვათესოთ ნებისმიერი მძიმე საგანი. ეხლა კი მოვამზადოთ ტოლმის სითხე. დაგვჭირდება სლობოდას კეჩუპი, ასევე სლობოდას ზესუმზერი ზეთი, დავუმატოთ მარილი და წყალი. გადავურევთ ყველაფერი კარგად და მოვასხათ ტოლმის ზედაპირს. დავაფაროთ თავსახურე და დავდგათ დაბალ ტემპერატურაზე ვხარშოთ მზაობამდე. დაახლოებით 40 წუთი. შემდგომში გავაგრილოთ და მივირთვოთ. ასეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი ტოლმა გამოგვივიდა. აუცილებლად ცადეთ, არ ინანებთ, ნამდვილად გემრიელია.